აფხაზეთში ოჩამჩირის რაიონს სოფელ ტამიშთან გამართული ბრძოლიდან 31 წელი გავიდა. 1993 წლის 2 ივლისს დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტი 600 კაცისგან შედგებოდა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინთხში განლაგებულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა მიიღეს. მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა დუშეთის, შავნაბადასა და ავაზას ბატალიონებმა. ქართულმა მხარემ რამდენიმე დღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. დიდი დანაკარგის მიუხედავად ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება და პოზიციების შენარჩუნება შეძლეს. ქართული საჯარისო ფორმირებების ერთიანი ძალისხმევის შედეგად 10-11 ივლისს ოჩამჩირე სოხუმის მაგისტრალი მთლიანად გაიხსნა. ტამიშში რუსული დესანტის გადმოსხმა სოხუმის აღებისკენ იყო მიმართული, მაგრამ დესანტის მოგერიებამ ეს გეგმა რამდენიმე თვით გადაწია. ტამიშის ბრძოლაში დაღუპული ქართველი მებრძოლები გაიხსენეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარემ ანზორ მარგიანმა, მთავრობის წევრებმა და ომის ვეტერანებმა. ჩვენ პატივს მივაგებთ ყველა იმ გმირს, საქართველოს მოქალაქე სამხედრო და სამოქალაქო პირს, ვინც ტამიშის ბრძოლის, ტრაგიკული ბრძოლის დროს თავი შესწირა საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. დიდება მათ სახელებს და ჩვენ გმირებს. თავიდან ძალიან წარედ მაგონდება, მაგრამ ბოლო დღე ის იყო, რომ ჩვენ მაინც მოვიგერიეთ ისინი და ბატონ ნაურჯიქიას მეშვეობით ის პროფესიონალი არტილერისტი იყო და თვითონ რუსების კი გაგვირებული იყვნენ, რომ საიდან როგორ მოგვიგერიეს და საიდან ყავდათ ეს ტექნიკა შემორჩენილი. ჩვენ რაც გვეწერა ეს ტექნიკა სულ ფოთში გამოგვაყვანეს და შემონახული ტექნიკით მოვიგერიეთ ამ ხელა კრაისზე. 300-მდე არც ნაკლები დაიღუპა, მაგრამ რუსებმა ძალიან დიდი დანაკარგი განიცადეს. დღევანდელი დღე ჩემთვის მაგალითად როგორც ერთ-ერთ ბატალიონის მეთაური ძალიან მძიმე დღეა. იმიტომ რომ ამ დღეს ამ დროს უკვე მე მყავდა უკვე 2 დაღუპული და ამის გარდა ჩვენი ადგილობრივი შენაერთებს სადღაც 200 კაცამდე ბიჭები იყო დაღუპული. პირველი დარტყმა ვინც მიიღო ამიდან იყო ძირითადად ცაგერას ბატალიონი, ავაზა და კოჩარას ასეული, რომელმაც აიღეს დიდი დანაკარგი. უფრო დიდი სხერბი და უფრო დიდი დანაკარგი გვექნებოდა, რომ არ ემუშავა ჩვენი ბრიგადის არტილერიას. როგორც ვიცით, ყველა შემოდიოდა 3 გემი დესანტით. ეს 3-დან 2 დაბრუნდა რამდენადმე ვიცი უკან. არ მისცეს სასწავლებლად, თორემ ეს 3-ვე რომ ხოსული იყო სანაპიროზე ძალიან უფრო 3-ჯერ და 5-ჯერ მეტი დანაკარგი გვექნებოდა. ტამიშის ბრძოლა აფხაზეთის ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი საქართველოს ისტორიაში შევიდა როგორც ქართველი მეომრების თავგანწირვის, ერთიანობისა და გმირობის უდიდესი მაგალითი.